მოგესალმებით მეგობრებო. დღეს ახლა ეს კისერზე გავიგეთ ეს კამერა, ადრე თუ გახსოვთ რომ მოვიფიქრე რა მეთოდი, რომ თან რაღაცა გავაკეთო და თან ისე გესაუბროთ. კარგი ხანია ესეთი ვიდეო არ გადამიღია. ეხლა ეს კატები ცალკედერვებს მიშლიან, იმიტომ რომ უკვე ვაჭამე, მაგრამ რატომღაც დღეს არის სოსოს დაბადების დღე, გუშინ უკვე გავაკეთე რამოდენიმე ცალი. ერთ შეფუთვაში ნურის ფოთლების ერთ შეფუთვაში არის 10 ცალი. ხო და თან სატესტოდ გავაკეთე. მოკლედ ვაკეთებ ხელებით, არანაირი ბამბუკის ის არაფერი ფორმირებას ვუკეთებ ესე, ანუ ოთხკუთხედი რო იყოს რა, მოკლედ ხო ხდებით. თან ოთხკუთხედი ვერ იქნება, ანუ, მაგრამ რაღაცა გამოდის რა, მოკლედ. ეხლა ერთიც ავაწყოთ თქვენთან ერთად. ხო, რა უნდა პირველ რიგში, შიგ თავსი ნებისმიერი რამე შეგიძლიათ მოიფიქროთ, ანუ ნებისმიერი რას გულისხმობ. შეიძლება იყოს ეს კრევეტები, შეიძლება იყოს წითელი თევზი, მაგალითად ნიკორაში რო იყიდება ასაწონი, შეგიძლიათ უფრო ძვირფასიც რამე, ასევე ფილადელფია შეგიძლიათ გამოიყენოთ ბევრს უყვარს ეს რაღაცები, მეც ძალიან მაგრამ როგორც იცით ძალიან ძვირია და ეს ნურის ფოთლები ღირს თუ სწორედ მახსოვს 7 და რაღაცა მოკლედ მაგრამ ღირს ერთხელ იყიდი 10 ცალი მაინც გამოგივა. ხო, აი ამას ვაჭრი, ანუ აქ ესე ხო არის ესეთი ნახეთ ეს ზოლები რო აქვს რა, ერთ იმას ვაჭრი. ახლა ამასაც მოვაჭრი. ხო, აქ ცოტა ორზაუგარი მაგ ესე მოვაჭრი. ესე და მოდით გავაკეთოთ კიდევ ერთი. ამას გვერდზე გადავდებ ასე. მოკლედ, ხო, რა ხდება? ანუ, ჩემი რეცეპტი, ჩემი რა ინტერნეტშიც არის ქვეყანა, მაგრამ მე ჩემსაც გაგიზიარებთ. ბრინჯს რომ მოვხარშავთ, სასურველია ახლა იყოს, რა ქვია იმას, სუშის ბრინჯი, ანუ თვითონ სპეციალური ბრინჯი, მაგრამ ძალიან უბრალო ბრინჯი ვიყიდე გუშინ 2 და 50 ღირდა მთელი შეკვრა და საკმაოდ კაი გამოვიდა წეპოვნობითაც ყველაფრით, გემოთიც, მოკლედ ეგ ვიყიდე. აი ჩემი არჩევანი ხო არის ბრინჯი მაგაზე კიდე დაბალი ის რო არის, რა მოკლედ ეგ. ხო, მოვხარშე ჩვეულებრივად, ანუ ბოლომდე არ უნდა იყოს გადახარშული. მერე საცერზე გავწურე და ხო, ესე იგი გავაზავე ძმარი, შაქარი ერთმანეთში, ესე ჭიქაში, ცოტა ის ჭიქა, სადაც ძმარი მქონდა. ხო, აქ იყო. მოკლედ, კარგად უნდა გაიხსნას შაქარი შიგნით, ბოლომდე უნდა გაიხსნას და აურიოთ იმაში ბრინჯში. ეს გადარჩა ახლა, კიდე მერე მოვხარშავ. ვიღებთ მოკლედ ბრინჯს, ხელებს ვისველებთ, დავედიქით ხელები დავისველო. ეს ამას ვალღობ, მერე კრევეტებისაც გავაკეთებ, ანუ კრევეტებია თუ რა ქვია ამას, ეს კრევეტების პავლოჩკი. ეს ღირდა ლარი და 80 და რაღაცა კრაბის ჭხირები რა. ხო, მე მგონი დარბილდა, მეც იყოს კიდე ცოტა ხანი. მოკლედ, ხელებს ვისველებ და ამას აი ესე, თან მეც რომ ხედავდე, კამერიდან ცოტა რთულია. მოკლედ, აქ ადგილს ვტოვებთ, აი აქ ადგილს ვტოვებთ და ვაბრტყელებთ ასე ბრინჯს თანაბრად. ასე. ასე. სადღაცაც მეტია, სადღაცაც ნაკლებია, უნდა გადავანაწილოთ თანაბრად რა, მოკლედ აქ ცოტა დარჩა. მგონი ბრინჯი და დავამატოთ აქ კუთხეში. ეგ ბევრია. ეს წამოვიღოთ. მოკლედ ასე.
ახლა მე მაქვს ადრე 1-2 დღის უკან ვიყიდე, ესეც ფასდაკლებაში იყო, ეს თევზის ისა. და მოდით ერთ კრევეტსაც გავუკეთებ აქ. ესეთი უკვე გავაკეთე, ეს არის ერთი გავუკეთე სოსოს ცალკე კიდე თინუსით, თავისგან მას ვიყიდე თინუსი. მოდი გავხსნათ ეს. ასე. ხო და თინუსით გავუკეთე. გუშინ გავაკეთე ვითომ ფილადელფია, ანუ ლაბნე და მდნარი ყველი ავრიე ერთმანეთში. მოიწერა. პირდაპირ ესე დავდებ, ასე, ახლა. ასე. რბილია უკვე თითქოს. მაქვს უკვე დაჭრილი აქ კიტრის, ესე ვთქვათ, ჭხირები. ვიღებ. ასე აქეთ მხარეს, ანუ ამის უკანა მხარეს ეს. და გავათანაბროთ. ხო და აი მე ბამბუკი ახლა რომ მქონდეს კი კარგია, მაგრამ არც მაგისი უქონლობაა ჩემთვის ახლა ამ ეტაპზე პრობლემა რა, ხო ხვდებით. ხო და აი ესე ახლა ვიღებ ამ ნაწილს, აი ესე აქ თითებით კარგად მივაჭერ, ასე, მივაჭერ, გადავწევ, ანუ რომ ჭიდროთ იყოს, ასე, კარგად. ასე თითებით. ბამბუკი იმიტომაა კაი, ხო? ანუ უცბად იმას ისა. ცოტა ხომ მგონი. აი ასე და გადავახვევ. всё. ნურის ბოთოლი ეწებება, ახლა ვაკეთებ ფორმირებას. თან ეგრევე ჭამა ამისი მაინდამაინც არ არის ისა რა, ანუ რაღაცა დროით მაცივარში თუ შეინახავთ, თან ეს ნურის ბოთოლი უფრო დარბილდება, გაუჯდება ეს სისველე და უფრო რბილი ხდება, დასაჭრელათაც უფრო მოსახერხებელია. ეგრევეც შეიძლება, რა თქმა უნდა, მიირთვათ, არ არის პრობლემა. ახლა ამას ესე ფორმირებას ვუკეთებ. იყოს რა მრგვალი რა პრობლემაა, მოკლედ, ცოტა ოდნავ უთკუთხედივით ხო გამოვიდა, აგერ ჩანს ხო? აი მე კიდე ეს აქ ქვემოთ ვუყურებ. იმიტომ რომ მიდან ეკრანიდან მაინდამაინც ვერ ვხედავ კარგად. მოკლედ, აი ესე ხა ორი გავაკეთე, ხა გვერდიდან როგორ გამოიყურება, მოკლედ ესეა. ეს კრევეტის ის და ეს არის არ ჩანს აქ კარგად გვერდები ხო იმასკენ მოდი ჩამოვაჭროთ, თქვენს გაჩვენოთ. მოკლედ ჩამოვაჭრათ ეს, ახლა მე ცოტა დავიხრებიო, დავინახო, აი ახზე. რომ ეს ჭრილი გამოჩნდეს რა. მოკლედ ესე გამოიყურება ეს. ესეთი ფორმა აქვს. მეორე მხარესაც ვაჭრი. ასე. всё. აი ესე გამოიყურება ეს. ეს ვნახოთ აბა ახლა. ესე და ახლა ამას დეგუსტაციასაც გავუკეთებ. так. ასე. და არე კიდე მეორენაირი გავაკეთე გუშინ, ანუ ბრინჯი ზემოდან როა. ეგ ფილადელფიას უნდა მოკლედ აი ესე მეგობრებაში ხა შიგთავსის 1000-ნაირი ის შეიძლება იყოს. ხო და მერე უკვე გატეხილი ისა მაგ ფიალა ერთი. ასე მაგალითად ეხლა ეს პეტერა, პეტეწუნა. ესე ჩავაწვევ. ვასაბი ვიყიდე. ესე გაშრენთილი. გემრიელესია, ძალიან მიყვარს მე საერთოდ. ეს უფრო როლებია, სუში უფრო ეს არის, ანუ უმიხო თევზის ხორცით.
ძალიან გემრიელია მეგობრებო. უბრალოდ აი ეს ნურის ფოთოლი უფრო დარბილდება. идеალურია. მოკლედ ესეთი ვასაბი ვიყიდე. ჩვენთან მაღაზიაში იყიდება. ფასაკლებაში იყო. სამი და რაღაცა ღირდა, ეხლა უკვე მოდი მოიმატა. ეს არის გუშინდელი. აი რასაც ქვია გაუჩდა უკვე. ეს დღეს გავაკეთე სოსოსთვის თინუსის. ახლა მე ამებს დავაწყობ. აი ასე. ზედა. ასე. და გავუშვებ ამას ახლა მაცივარში და მერე დავჭრი, რა თქმა უნდა, რომ გაუჩდება. ისეთი მწარეა, მეგობრებო, ეს ვასაბი, რომ აი არ ვიცი რა, როგორ ახლა მე შინია ბევრი არ გამოვიდეს. აი ეს ერთი წვეთი. უმწარესია. ძალიან მწარეა. ძალიან კაია. ეს ახლა ჩამოჭრილი ნაწილები რა. მოკლედ გააკეთეთ სახში და ახლა კი გავიკეთებ ყავას. და დავჭდები. მოკლედ ეს კატები მე გამაგიჟებენ. გეფიცებით მეგობრებო, ვაჭამე ახლა ხანს. მართლა ვაჭამე. და არ ვიცი რა უნდათ რა. გაიწიე გაფი, გაიწიე გაფი. და ამასაც დაუყარე. აი ესე თავს მიუშვეს რომ აღარ დაუყარო მეტი. მოკლედ რა. მოდიში რომ ქანაობს რაღაც ახალი ის მინდა მოვიფიქროს კისერზე დასაკიდები რომ არ იმასქნას არ იქანაოს. ცოტა უფრო რბილად რომ ჩანდეს თუ როგორ ვიტყვი. მოძრაობა რო არ იყოს რა. შტატივია თუ ცოტა კიდე. აი ესე მდუღარეს ვასხავ მეგობრებო. რა ვიცი, კარგი ხანია აღარ მომიდუღებია ჩვეულებრივი ყავარა და მიყვარს. მოდუღებული მაგრამ აი ვიცი ზარმაცების ყავა. რა ძნელია ესე გაკეთება რაღაცის, ანუ ეკრანიდან უყურებ. ან თუ იქიდან შევხედა, უნდა დაავწიო თავი. გაერთული რამეა. ანუ გემრიელად, კარგად ხარისხიანად თუ რამის გაკეთება გინდა, ასე არ უნდა გადაიღო. ან ძალიან მაგარი პროფესიონალი უნდა იყო. მაქსიმუმ ჭურჭლის რცხვა თუ გამოვა ამაში, იმიტომ რომ ჭურჭელი ისეთი რაღაცაა, რომ ხელები გრძნობს ხო ამ ყველაფერს. ეს მე მაქამოსარებს დავდესო. ასე. ასე მეგობრებო. ყავაც გავიკეთე. როლები, ანუ სუში, ეგრეთ წოდებული სუში როლები მზად არის. სოსოს ახლა ძინავს, რომ გაიღვიძებს. მივულოცავ კიდევ ერთხელ. ძილში კი მივულოცე ვაკოცე და კიდე მივულოცავ. დღეს უნდა გავიდე ტორტი ვიყირო აქ და რაიმე დასალევი, ანუ მინერალური, ან სოსო ხო არსობს იმებს, რა ქვია, ჩვეულებრივ კოკა-კოლას ან რაღაცებს, ის უშაქრო, ანუ ზერო, კოკა-კოლა ზეროს. მოვუტან და ეგ იქნება, მერე მოვა ალბათ ვანდა, დედაჩემი, ვინც მოვა, ვინც არ მოვა და რა ვქნათ ახლა ესია.
კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მეგობრებო, აი ესე ძინავს, აი ესე თმები მაღლა წევ ხოლმე თმებს და მოკლედ გაშლილი არ მიყვარს, გაშლილი თმები ძილი, იმიტომ რომ სახეზე მომდის ეს თმები და ვიწევ ხოლმე მაღლა და აქ თუ აოდნავა აქ ბალიშზე რომ მედება და ამიტომ აი აქ ამ ადგილში ვიკრავ ხოლმე. მოდით ახლა ცოტა დავალაგო თმები, თორე თავიც დასაბანი მიფეხო. მოკლედ ხო და ისე მაღლა შევიკრავ ახლა დროებით. ოღონდ ცოტა უკა. აი ესე გავიღვიძე თუ არა გავვარდი და გავაკეთე რომ იმას დრო ხო უნდა რომ მაცივარში იყოს და გავუჭიდეს რა თავისი ისინი სირბილე ანუ ნურის ფოთოლი რომ რბილი გახდეს. სათვალეებიც გასაწმენდი მოკლედ თვალებიც გასაწმენდი იმიტომ რომ რაღაცნაირად აი არ ვიცი ამ ბოლო ხანებში გამჭირს მეგობრებო თვალები ბუნდოვნად ხვდებით რა ისე ხედავ და ეს თვალშიგნით ასეთი ვისმევ ხოლმე რა იქნებ მეთქი რამეა მაგრამ არა თურმე ყოფილა კიდე ეგ გავიგე გული გამისკდა თვალის პარაზიტები არ პარაზიტების სახეობები ხო არის თვალის პარაზიტების ყოფილა და რომელიც ანუ იწვევს ზუსტად იმ მხედველობის დაქვეითებას ეხლა დავამთავრე ის მულტფილმის ყურება მიყვარს მულტფილმები ფილმები მულტფილმები მოკლედ ძალიან საყვარელი მულტფილმია ძალიან მომეწონა ქვია რუსულად ქვია პრიგუნი ახალია 2026 წლის არის პიქსარის არის რა მოკლედ პრიგუნი ესე ქვია აქ არის მასე რა ქვია მათ ბაბიო როგორ არის ქართულად თავი მოკლედ ხო ახლა ხო არ დამავიწყდეს აი ესე ახალ გაღვიძებულზე ჯერ ჩემი პროგრამა ჩატვირთული ბოლომდე არ არის და ხელები უკვე საქმეს აკეთებს ყავა მივირთვა თან არ ვიცი ნინო მიყურებს თუ არა ჩემი და არა ჩემი მეგობარი ნინო აი მართლა სული და გული ჩემი ძალიან მიყვარს ეს ადამიანი არა იმიტომ რომ რაღაცა იქ საჩუქრები გამიკეთა დრეც ვერეც და ასე შემდეგ უბრალოდ აი რაღაცნაირ თბილი ადამიანია და წარმოიდგინეთ მის გარდა ჩემთან სახში არავინ არ ყოფილა ანუ ერთადერთი ადამიანია რომელიც სახში მყავდა სტუმრად ან YouTube-დან რა მოკლედ მინდოდა კიდე ორი ადამიანის ასე ვთქვათ არა ორი არა ვიტყუები სამი ადამიანის ასე დაპატიჟება ეს არის მოდი სამს ვიტყვი როგორ იცით იმიტომ რომ ერთი არის ორნი არიან დები არის მიხვდება ვიზეთ ვლაპარაკობ ესა კიდევ მაშინ გორში ცხოვრობს შენც მიმიხვდები და ბათუმელი შენც მიხვდები მოკლედ აი ესე დამეოკებით რა სახელებს ვარ ვასახელებ ერთადერთი ნინოს ვიძახი ნინო ესეთი ბევრს ქვია რა მოკლედ ხო ნინო დიდი მადლობა ანუ მე რომ ეს ვიდეო მოკლედ სოციალურ არ გინდა და ეგეთ ვიდეოებს ნუ ჩაწერ და რა უკნა მეთქი აბა და მჭირდება და ვერ შოულობ სხვაგან წარმოიდგინეთ აი თანამშრომლს რომ ვერ ესესხები ვერავის ვერ ესესხები რა ყველას გაჭირვება აი მე ხა ჩემი თანამშრომელი ჩემთან ერთად რომ მუშაობს ხო წარმოგიდგენიათ ჩემნაირად რომ იტვირთება და ესე რა დონეზე უნდა გიჭირდეს ადამიანს რომ ესეც სამსახურში იმუშაო ხო გესმით რას ვამბობ ეხლა ბევრი ალბათ მსგავს სიტუაციაში ადამიანყურებთ ესეთი იმედი ვიქონიათ რომ არიან ადამიანები ვინც ესე ძალიან არ წვალობენ და ასე ვთქვათ უფრო მსუბუქად გადააქვთ რა ეს ცხოვრება და ღმერთ მაგას რომ ყველა ესე ვიყოთ ანუ კარგად რა და მსუბუქად და არ ვიტვირთებოდეთ არ ვიღლებოდეთ
ხო და შესაბამისად რომ ვერ მოვიძიე, ამიტომ გავაკეთე ეს და ხო და ნინო შემეხმიანა და ხო მოკლედ ახლა მას ვფიქრობ თან მინდა რომ მე ხო აი მე მოგიყვეთ გუშინდელი ამბავი მეგობრებო ეს იყო არ ვიცი ეხლა მოკლედ ეხლა გუშინდელი დღე ჩემი ამ დღეებში შემეხმიანა ის ადამიანი ანუ ვისი მხრიდანაც ასე ვთქვათ ვიწყებ ახალ სამსახურს შემეხმიანა და ასე ვთქვათ მთხოვა თუ შეგიძლიაო რა თქმა უნდა მე ვფიქრობ რომ უბრალოდ ჩემი დახმარებაც უნდა იმიტომ რომ მე რომ მოვუყევი ჩემი მდგომარეობა ესე რაღაცა და ნუ ესე შემეშველა რა ეს პატარა ძალიან საყვარელი ფრანგული რესტორანია და ნუ ვერ მოიცავ ეტყობა მისმა დამლაგებელმა თუ რაღაცა იყო ხო ნუ კარგად ისე იყო რა გენერალურად იყო დასალაგებელი ხო და თხოვა რომ თუ შეძლებ მეთქი კი მეთქი და ანუ შუა დღის პირველ საათამდე უნდა მომესწრო ხო წარმოგიდგენიათ და ახლა კარგად უნდა იყოს დავაგებული და მეთქი რომ საათზე უნდა მივიდე რომ ჩავეტიო დროში რა საერთოდ ზოგადად დავაგებუშვა დილის 10 საათიდან საღამომდე 6 საათამდე ну ხანდახან 7-მდე ძალიან მეტიც არის ხოლმე ასე და დავითვალე ახლა ჩემ გონებაში ახლა 6-ზე რო გავიღვიძო თან 6-ზე იწყებს ტრანსპორტი ხო მუშაობას მეთქი გზა ისე რაღაცა ნუ დავუშვათ მივედი იქ 7-ზე ხო სიტყვაზე ჩაცმაწყობინა მოწესრიგება მიხვედი 7-ზე ხო თან ტერიტორიასაც ხო ნიშნობა რომ ახლა შუქნიშნებით თავისას შვება იქ ჩერდება მოკლედ ტრანსპორტი და ასე ერთადერთი მეტროა რომელიც დაქრის ხო და მივედი და ძალიან მომეწონა გარემო ყველაფერი მაგრამ იცით რა ესე დატვირთული როა ხო ხდებით ეს რაღაცა ნივთებით და ჩემ თავს უთხარი მადლენა ფრთხილად ხელი შემთხვევით არ გააკრა გამოკრა თავიანთი რომ რაღაცა არ დაამსხვევა დააზარალო და თვითონაც არ იზარალოთ ხო და მოკლედ ესე გავაკეთე საქმე პირველამდე კი არა 12 ისე ჩქარა ანუ გონებაში მქონდა ჩადებული რომ დროში არ ჩავეტევით ხო ისე ვიჩქარე რომ აი ესე შუბლზე წურწურით მომდიოდა ოფლი და თან მეგობრებო არ დაგავიწყდეთ რომ წინა ღამეს ჩემი ხასიათი ხო იცით როგორ მიყვარს ფილმები ხო და ნახე რომ დაიდო ძიავალ ნოსით პრადა ანუ ყველა ვიცით ეს ფილმი მეორე ნაწილი და ვიცოდი რომ ცუთ ხარისხში იყო მაგრამ მე ხო ვერ მოვითმენდი რომ არ მეყურებინა რა ხდება იქ და როგორ ხდება რა ყველაფერი და ვუყურე რომელი საათი იყო ესე იგი რომ დავიწყე ყურება პირველ საათზე თან სამსახურიდან მოსულ პირველ საათზე რომ დავიწყე ყურება ხო აი მაგ დროს ვიპოვე რა ანუ ცუდ დროს ვიპოვე ცოტა ადრე მაინც მეპოვნა დავიწყე ყურება და სადღაც 3 უკვე 4 იყო დაწყებული რომ დავასრულეთ სამწოსაც ვაყურებინე სარეულებს ცოტა რეჟიმი მოკლედ მაგას კი ძინავს და გამოიძინებს ხოლმე და მე ვიკითხო მე ხო სამსახურში დავდე ხო და გამომივიდა არ გამომივიდა იდეაში რა ანუ ვიწექი თვალები დახუჭული 2 საათი მეგობრებო აი როვერ შედიხარ ძილში და არც იქარ და არც აქ ხარ რა ესე ვიყავი ოკეი, დასასრულებელი ვარ 6 საათზე ავდექი. სხვა შორის ისე ხნეთ ავდექი. არაფერი ისეთი არ შემიტყვია ჩემი თავისთვის რომ რაღაცა ვერა და რაღაცა უძილობა და რამე. წავედი. იმუშავე. ავიღე ანაცხოვრება, ჩამირიცხეს ეგრევე. მადლობაც გადაუხადე იმათაც მადლობა გადამიხადეს და წამოვედი იქიდან. წამოვედი მეთქი მოვასწრებ. სახში შემორბენას, იმიტომ რომ მეორე ცვლა ვარ მეგობრებო. წარმოგიდგენთ დილიდან 6 საათი. და შემოვედი სახში, სასწაუნები მეთქი დედა მოდი ავა მეთქი ერთი
ნახევარი საათი თუ გამომივა რომ ჩამეძინოს, უბრალოდ ჩამეძინოს, იმიტომ ძილის ციკლი მე მაგაზე ცალკე მოგიყვებით რა არის ეს ძილის ციკლი, რამდენი ყოფნის ადამიანს რომ აი აღიდგინოს სრულად ენერგია და აი გამოძინებულივით რა. მე რომ დავითვალე ჩემი პირადად გამოვიდა სადაც 9 წუთით, რაც ადრე დიდი ხნის წინ გავაკეთე და ოღონდ აი როგორ არის იცით უნდა ზუსტად გათვალო რომ აი ჩაძინების დროს ანუ მაგვიძარა რომ გაქვს დაყენებული მოკლედ თელების არის რა და მართლა გამართლა რა აი ისე გავიღვიძე რამოდენიმე წუთში გეგონება მთელი ღამე მეძინაო რა ხო და მინდა კიდე ეს პრაქტიკა და ვიფიქრე ახლა ესე გავაკეთებ თქო ვერა მეგობრებო რა დაძინება რის ჩაძინება უბრალოდ თვალები დავხუჭე ცოტა ხანი რაცა ავდექი სხვა გზა არ მაქვს თან ბიულეტინი მაქვს დასახური წამოსაღები ის ბიულეტინი რომ სამსახურში მიმეტანა წავედი ჯერ იქვე ახლოს არის რა მოკლედ ეს ჩვენი პოლიკლინიკა ახლა ექიმი არ იყო მოსული ვიცდი თან საათს უყურებ მეთქი მაგვიანდება სამსახურში ახლა ჩატში დავწერე რომ მეთქი შემაგვიანდება მოკლედ მთელი ამბები და ბოლო ჩემი ექიმი არ გამოჩნდა და მეორე ასეთივე ანუ ცვლაში რო არიან ხოლმე რა მეორე ექიმმა ასე ვთქვათ მომიგვარა ეს ამბავი ნუ ხელი მოაწერა უბრალოდ ხო თან 40 ლარი არის ჩემი ბიულეტინი ანუ უფასო არ არის ჩემი ფასი ხო და ამიტომ გადავიხადე ეს 40 ლარი მომწეს ეს ქვით არ მივიტანე მომიწერეს ხელი ბეჭდები დამიტყვეს და გამოვაღწიე იქიდან მივედი სამსახურში მეთქი ახლა ოღონდ არაფერი მითხრან არ მიყვარს ახლა მე კი ეს რაღაცები დიდად არ იმაშვები და სასიამოვნოა ხო ხო და დავიწყე მუშაობა მეგობრებო ესე იგი თან სავაროსთან ხო იცით როგორი დატვირთვით გეხარ მოდის ხალხი გაუტარე ეს პროდუქცია ისა ეს 1000 კითხვას გისვავენ უპასუხე რაცა დეფიციტებით აი ზეზეურად მეძინა და სუნთქვა შემინელდა აღარ შემიძლია უკვე აი ისე ვარ რომ აი ხა დავარდები მართლა რა აი დავარდე ხარცეცოზე დავარდები ჩავიდი ხო და ბოლოს აი რასაც ქვია აი რო ვიცოდი უკვე რომ და გავაჩვენე აი ენერგიაზე მოვედი მეთქი სახლამდე მივაღწიო მეგობრებო რობოტი ვარ ნამდვილად რა სახლამდე მიაღწიე ჩავჯექი ავტობუსში ავტობუსამდე კაი გასავლელი ეს არის გზა გავიარე ეს აღმაშენებელი ჩავჯექი ამ ავტობუსში ავედი რას დავიძინებდი ეგრევე რაღაცები ხო წამოვიღე ეს ნურის ფოთლები გუშინ ვიყიდე სოსოს მეთქი გავახარებ შემთხვევით გავიხარებ თუ მეც ვიყვარს ხო და გავაკეთე თუ სწორედ მახსოვს გონი სამი გავაკეთე ხო სამი ცალი გავაკეთე ესეთი რა მოკლედ ხო და მივირთვით კიდევაც ანუ დეგუსტირება გავაკეთეთ უფრო ესე ქვია ანუ ბამბუკის გარშე ადრე რაღაცით ვაკეთებდი ხოლმე რაღაც ბამბუკის ავით ეს მქონდა და საწავი და არ ვიცი ეს რომ გადავედით მე წარმოიდგინეთ რომ დინდელს გეუბნებით ჯერ იმაზე ვცხოვრობდი მარჯანიშვილის თეატრის გვერდზე ქუჩაზე იქ დავიბადე გავიზარდე მოკლედ ხო და ეს მეგობრებო დღეს კიდე რომელი საათი იყო 12 არა 12 თან წუხელაც მთლად ადრე არ დავიძინე მაგრამ იმის იმედით რომ ვიცოდი ხო დღეს დასვენება ვთხოვე ამ კვირაში დღევანდელი დღე მეთქი დაბადების დღეა ბავშვის და ამიტომ მეთქი გამოვიძინე მირეკავს ვანდა მავის მე მეგონა სამსახურში ანუ მაგანი ფიქრა ადრე ვუთხარი შეიძლება მეთქი თუ არ გამოვიდა დასვენება დილის ცვლას მაინც ავიღებ და რომ გამოვალდეს და ანუ საღამოს მეთქი აღნიშნავთ თქო რა ანუ ტორტს მოვიტანა ასე ახლა ვფიქრობ უკვე 4:30 ხო 3 საათი და 26 წუთი რაღა დაძინება ის დაძინება კი გაიქნებოდა ცოტა ხანი დამესვენა მაგრამ ის სადაც უნდა ვიყიდო არა გვიანობამდე კი მუშაობდი ისე მაგრამ მოკლედ რო არ მომეწონოს იქ და რაღაც ფასებიც ისეთია მოკლედ ტორტი როგორ გაძვირდა ადრე რო 25 და 30 ლარი რო ფირდა ტორტი ახლა 40 ლარი ღირს ისეთი ფასებია მოკლედ ეს
ხო და დღეს ალბათ არ ვიცი პატარა ვიდეოს გადავიღებ შეიძლება შორტებში ჩავსვა იმიტომ დიდი არაფერი არ იქნება ახლა სუფრას მე არ ვშლი და არც დაბადების დღის ცენტრში არასოდეს ბავშვისთვის არ გადამიხდია დაბადების დღე ну აი ზუსტად ისე ემთხოვდა ხოლმე რა ვიცი მეგობრებო ისე ემთხოვდა რომ მაგ დროს არ მქონდა ფინანსური მდგომარეობა ისეთი რომ გამეკეთებინა ეს არა და სურვილი იყო რა თქმა უნდა რომელ დედას არ ექნება ეს სურვილი რომ ესე გააკეთოს მაგრამ რას ვიზამთ ასე რომ ისევ ესე ვიწრო წრეში ჩემები მოკლედ ასეთი ამბები ხო და ეს მულტფილმი ძალიან მომწონდა და საყვარელი მულტფილმია ხო ну ეს გუშინდელი დღეც მოგიყევით რა რაცა ვიზეთი ის იყო საჟინელება ხო ბათანსოს მეუბნებოდა არ გინდა არ უყურო მაგ იმასო ძალოს პრადაურსო ინანეფო მართალი წარმოშთა პრინციპი ბავშვი რა გინდა ვინანე ხა ძალიან ვინანე თქვა არა მაგრამ ხო სხვათვის ბევრი ნაწილი არ დაგისპოილოთ მაგრამ ცოტა სევდიანი მომენტში ვენა რა ვიცი ალბათ იმიტომ რომ ამდენი წელი გავიდა და შეიცვალა სახიობები ну რაღაცნაირად მაინც შეიცვალა ძალიან მაგრამ მეგობრებო მერილ სტრიპი ისეთია და არ ვიცი ძალიან მიყვარს ეს ქალი და მეთქო ყველა კარგად ამყოფოს რა განსაკუთრებით რომ გული მწყდება ხოლმე თქვენ ასე არა ხართ რა გული მიჩუყდება ხოლმე მსახიობები რომ ბერძებიან როგორ ბერძებიან და არა მნიშვნელობა ის ამერიკელი იქნება ქართველი იქნება რუსი იქნება მოკლედ აი მსახიობების და ძალიან განვიცდი ხოლმე რატომღაც არა ზოგადად ადამიანების მაგრამ ეგ უფრო რაღაცა ისე ხდება ხოლმე იმიტომ რომ ფილმებს ვუყურებ ან თუ გარდაიცვლებიან ეგ სულ საერთოდ მოკლედ ესე მეგობრებო ხავაც მიცივდება იმდენს ვლაპარაკობ ხანელ მელამე მოწესრიგდები კიდევ კაი შორს არ არის საქვია შევიცენა მტორს მოცემაში შევაგდებ არ ვიცი ალბათ 6-ის მერე მოვა ვანდა ზუსტად ვიცი რომ მოვა დედა ჩემიც მოვა მაგრამ ცოტა რაღაცა ის აწუხებს იმდენ წამლებს მეგობრებო იმდენ წამლებს რომ არ ვიცი აი მე ხო იცით როგორ ვაწამლებს მათ ვინც ვიცნობთ ანუ ვიცნობთ რა ვიდეოებით როგორ სამაქვს წამლების მიმართ დამოკიდებულება ну არ ვიცი მე ვარ ესეთი ვარ დედას ვერ გავაგებინე რომ უბრალოდ არ შეიძლება ახლა რა არის იცით ხანდახან საჭიროა კი წამალი როცა ძალიან ის უკიდურესი მდგომარეობაა მაგრამ ნახეთ არის მაგრამ ერთ რაღაცას რომ შველის ის აუცილებლად მეორეს აფუჭებს და ეს ვითომ და თირკმლის დამცავი არ ვიცი ჩემი აზრით რაღაცა ის არის რა მსხაპრებია ორგანიზმი მაინც ისპობა ამდენი ქიმია ისაც ქიმიას მივერთვებთ ახლა კიდე მოკლედ ხო და ესე ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ დღეგრძელობას თუ როგორ ვიტყვი მოკლედ მივხვდით ხო და ახლა ფიქრობ რა მე კიდე დასვაგებელი ხო არა მოგთქო ესე ახლა დაჩვენებთ აქედან ვუყურებ ჩემ მცენარეს იმხელა უკვე ფოთლები რომ უკვე აი ესე გააკეთა რა ანუ ბოლომდე არ არის გაშლილი არ გაიშლება ეხლა ისეთი ამინდები იყო რაღაც უსინათლობა და რაღაც ხო ეს ჯერ არ გამიკეთებია ამიტომ არ ჩავწერე ვიდეო კარგით მეგობრებო დროებით დაგემშვიდობებით ნახოთ საღამოს თუ პატარა ვიდეოს გადავიღებ შორტები ანუ მოკლე ვიდეოები რო არა მან გავუშვებ ალბათ უფრო არ ვიცი ნახოთ რა წეს არ ვიცი არაფერი არ ვიცი კარგით აბა თავსაც მივხედავ რას გავარ გადავწყვიტე ჩოლკას აღარ ვიჭრი არა კი მიხდება მეგობრებო ჩოლკა მაგრამ გადავწყვიტე გავიზარდო ხო და რო ვიზრდი ასე ჩემი ასე ვთქვათ მაღალი შუბლი უფრო ისე ჩანს რა ბავშვობიდან მაქვს ეს მაღალი შუბლი თან ესეთი ისა მაქვს ფორმა მაქვს რა მოკლედ შუბლის даже თუ დააგვით ჯვარის ხო და იმიტომ მალავდი ხოლმე ამ შუბლს
კარგით ხო, აი კიდე გავაგრძელე. კარგით დროებით გავკოციტება.